შენაშავს და მხინებელ და მოწყალე ექმენ მეუფეო შეწოდებათა ჩვენთა და შეგვიწყალენ ჩვენ რამე თუ მოწყალე და კაცთ მოყვარეთ ღმერთი ხარ და შენ დადიდებას აყვავლე მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აწნამარადის და უკუნითი უკუნისამდე და ხუთათასნი განაწყენ შენვე აკურთხენ ფურნიცა ესე ხორბალი ღვინო და ზეთი და განამრავლენ ესენი წმინდასა მონასტერსა მას საქართველოსა და ყოველსა ქვეყანასა შენსა ზედა და მიმღებელნია მათგან სარწმუნოებით გასმიდე რამე თუ შენ ხარ რომელი აკურთხევ და გასმენ ყოველდღე და შენ დადიდებას აყვავლენ და დაუსაბამოით მამით შენით და ყოვლად წმინდით სახიერით და წყვილს ყოფილით სულით შენითო აწდამარადის და უკუნითი უკუნისამდე
გადიდება მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აცნამარადის გაუქმნილი და ამიტაც გამოხატავდა თავის დიდ რწმენას
თავის დიდ სიყვარულს ღვთისადმი. ეს არის ის წმინდა და წმინდა ადგილი, სადაც ვარძიის ღვთისმშობლის ხატით ამან მეფემ ძალოცა თავისი ჯარი და გაისტუმრა მასიანის ველზე 400,000 წლის საწინააღმდეგო. ფერშიშველი ცრემლმორეული ამარი ლოცულობდა აი ამ წმინდა ადგილზე. თავისი ჯარის გამარჯვებისათვის და უფალმაც მისცაც ხელ. მასაც და მთელ საქართველოს. აი ამიტომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის ხელშია ყოველი ადამიანი და რელიგიებიც. კიდევ პირველ საუკუნეში ქართველმა ხალხმა აირჩია ეს გზა იმ დღიდან, როცა საქართველოში ღვთის გამგებით, ღვთის ლოცვა კურთხევით ჩამოტანილი იყო ღვთი ღვთისმშობლისა იესო ქრისტეს. ღვთის ჩამოტანა საქართველოში არ იყო შემთხვევითი მოვლენა. არ იყო შემთხვევით ისაც, რომ საქართველო გახდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიყვარული. არ იყო შემთხვევით ის, რომ მოციქულები გადაგებდნენ და მათ შორის ანდრიელი გველწოდებული სვიმონ პავლოვი. ეს ორი რჩეული მოციქული, ხორბლეთაგანი მოციქული. ერთი მათგანი მოციქული სვიმონ კანანელი განისვენებს ქართულ მიწაში. თქვენ იცით, რომ კაპადოკიაში ცხოვრობდა ქართველთა ტომი, როგორც ამბობენ მეცნიერები, აი ქართველთა ტომიდან წარმოდგებოდა წმინდა ნინო და მას ამოძრავებდა არა მარტო რწმენა და სიყვარული ღვთისადმი, არამედ სიყვარული თავისი ერისადმი, ქართველებისადმი. როცა მოდიოდა თქვენ იცით წმინდა ნინოს ცხოვრებიდან, მას გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა და მას მისცა სიზმარში ჯვარი ვაზისა. და როცა გაიღვიძა წმინდა ნინო ხელში მართლაც ეჭირა ჯვარი ვაზის. ქრისტე თავისი სიყვარული, თავისი მოწალები ძალიან ახლობელი იყო ქართველ ადამიანს. ღმერთმა დააჯილდოვა, უხვად დააჯილდოვა ქართველი აი ეს მამები, რომელთაც აქ მოღვაწეობდნენ, ეს წმინდა მოწამეები, თუნდაც 100,000 მოწამე ჯალალედინის დროს რომ აზარეს თბილისში 6,000 ვერი და მრავალი სხვა. ეს არის ზეციური მხედრობა, რომელიც იცავს საქართველოს. ეს არის ზეციური საქართველო, რომელიც მარველობს საქართველოს და ყოველ ქართველს. აი იმათი მარველობა და იმათი ლოცვა არ მოგაგო ღმერთმა და საქართველოს. ღმერთმა დაგლოცა, ღმერთმა გაგაძლიერო და ღმერთმა ინებოს ჩვენი და საქართველოს კურთხევა და სიცოცხლე. შენი უწყვეტესი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ასლს ვიღებ თქვენ. დუბლვეს ხო არ აკეთებს, მამა. ხანდ ხა. აი ახლა ხო არ აკეთებს. არა. აბა დაგაწეთელია. ყველა უჯერია გან. ქალების ის არ დაიცა და ვინახო. არა, ყველა უჯერია. შემოbrunდი აქეთ ქალბატონ. მარინა. თამრიკოსთან ერთად. მამა ეკუთვნის. თამრიკო შენეფარები და. სახელით აუხლისათა უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთ. Христе, ღმერთო აკურთხე საჭმელი და სასმელი მონათა და მფერვალ თამარ შენ ტრანიცინდა ხარ ყოვლადიაც და მარადის და